Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დავაანონსეთ და შეგპირდით, მამა ლევან მათეშვილია, ჩვენი სტუმარი და ვაგრძელებთ იმავე თემაზე საუბარს, ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა მიმართ დამოკიდებულებაზე, ოღონდ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერზე უკვე რელიგიური კუთხით უნდა ვისაუბროთ. მოგესალმებით, მამა ლევან. და პირდაპირ პირველივე შეკითხვაზე გადავალ, ასე ვთქვათ, არსებობს ხშირად წარმოდგენა, რომ ქალს ნაკლები უფლებები უნდა ჰქონდეს კაცთან შედარებით და რომ ეს არის რელიგიური სწავლებებიდან აქედან მოდის და ქრისტიანობა ასე თვლის. არის თუ არა ეს მართალი, თუმცა არია თუ როგორ არის რეალური სურათი? კი ბატონო, მართლაც რთული დღეები გადავიტანეთ ეს კვირეული. თვითონ საზოგადოებამ შოკში ვართ და მე მინდა მოკლედ დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია, რომ ეს არ არის რაღაც შემთხვევითი მოვლენა, ესეც შეიძლება ითქვას. ეს არის, მოდი ვთქვათ, პრობლემის აისბერგი, ხოლო მთავარი პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში არის ზოგადად. საზოგადოებაში, რომელიც ნაკლებად ქრისტიანიზირებული არის. ნაკლებად კი არა არის ქრისტიანიზირებული და არ იცნობს ქრისტეს სწავლა-მოძღვრებას, საზოგადოების 95% სამწუხაროდ ასე მდგომარეობაშია ამ სიტყვის რეალური გაგებით, ასაც გულისხმობ ქრისტიანობა რა არის. და სწორედ პრობლემა იმაში არის, რომ არა ქრისტიანული სწავლების, ასე ვთქვათ, სწავლებით და წაქეზებით ხდება ეს ყველაფერი, არამედ პირიქით. რომ არ ვიცნობთ რა არის ქრისტიანობა და აი შედეგი ეს არის. და არ მარტო ეს, რა თქმა უნდა, ეს როგორც გითხარით, აისბერგი არის ამ პრობლემისა. ამ პერიოდში გაიხსნა რიგი ბრალდებებისა თავად ეკლესიის მიმართ, რომ თითქოს და სწორედ მოძღვრება, ქრისტიანული მოძღვრება ამგვარ ქმედებებს ახალისებს, თუ არ ახალისებს, თქვა ყოველ შემთხვევაში უბიძგებს მაინც, ხომ? თუ ბრალდებებზეა საუბარი, ეს ნამდვილად ასე არის და თუ რა გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრება ამასთან დაკავშირებით, მოგახსენეთ ცხადია, მაგრამ თუ ბრალდებაზეა საუბარი, ჩვენი პრობლემა, ანუ ეკლესიის ამ შემთხვევაში ბრალეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან კარგია აზრები შეიძლება ბევრი, მაგრამ საჭირო არის მოსახლეობის თუნდაც ახალი ტალღის ევანგელიზაცია, ქრისტიანობაზე მოქცევა, ქადაგება. იმიტომ რომ როგორც თქვი, არ ვიცნობთ ჩვენ რეალობაში, მომხმელები შეიძლება ვართ, მაგრამ რა არის ქრისტიანობა? არ ვიცით და თუ არ ვიცით რა არის ქრისტიანობა, მე ყველაფერი გონია რომ ეს არის ქრისტიანობა. ამიტომ ეკლესიის პრობლემა თუ მაინდა-მაინც ბრალეულობაზე არის, არა მის მოძღვრებაში არის, არამედ მის პასიურ ქმედებაში არის, რომ არ ქადაგებს ქრისტიანობას იმ დროს, როდესაც მართლაც ურთულეს პერიოდში ვცხოვრობ ჩვენ, პოსტმოდერნიზმი ქვია ამ დროს, მოგეხსენებათ, სადაც ფასეულობების რღვევა და ერთი კონკრეტული ფასეულობის არარსებობა ის ეპოქა არის, სადაც ფასეულობა მხოლოდ არ არსებობს. ყველა ფასეულია, რასაც ადამიანი თვითონ ინდივიდი ფიქრობს, თქვა. ის არის ფასეულობა და რაღაც აბსოლუტური ფასეულობების გაქრობის ეპოქა არის. მით უფრო ეკლესიამ უნდა გააძლიეროს სწორედ ქრისტეს სახარების ქადაგება. ეს აი ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ბრალეულობას და ალბათ შევეცდებით რომ გამოვასწოროთ, მაგრამ ის რომ ქრისტიანული მოძღვრება ამას გულისხმობს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და აი მე ხა შევეცდები რომ ეს ავხსნა თუ რას გულისხმობს. მართლა ასეთი არის მოძღვრება, რომ ქალი არის მეორე ხარისხოვანი ადამიანი კაცთან შედარებით და ზოგიერთი სოციოლოგიაში წავიკითხე რომ ყოფილად რომ ეკრებები რომ თუნდაც განიხილებოდა რომ ქალს სული აქვს თუ არა ესეც ასე საკითხის თუ დამდგარა მაგრამ სული პასუხობს გეუბნებით რომ მსგავსი კრებას თქვენ ვერც ერთი ისტორიკოსი და ვერავინ ვერ მოიყვანს ციტირებას რომ ეს მართლა ასე იყო და მარტივად ახსნე ატომაც იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე კაცობრიობის ისტორიაში ქრისტიანობა ის რელიგიაა და იყო და ახლაც ასეთია სხვა შორის რელიგიებს შორის სადაც პირველად გაისმა ხმა და ითქვა რომ არ არსებობს განსხვავება მამაკაცსა და დედაკაცს შორის განსხვავება გადარჩენის საშუალებებში განხრთობის საშუალებაში ღმერთთან ურთიერთობის საშუალებებში ეს სწორედ ეს რელიგია რომელსაც პირველად განაცხადა ეს რომ არ არის დედაკაცობა არ არის მამაკაცობა აი ამ მართებაში ეს ის რელიგია რომელმაც პირველად კაცობის ისტორიაში მოუწოდა ქმრებს რომ გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისე როგორც საკუთარი თავი როგორც თქვენ საკუთარ თავს ფუფუნებთ და ზრდით და ესე ვთქვათ ყველანაირ კომფორტს უქმნი რომ ვიყო კარგად ხო აი ზუსტად ასევე უნდა იზრუნოს საკუთარ მეუღლეზე მამაკაცმა ესე ვთქვათ ქმარმა
ქრისტიანობა არის ის სარწმუნოება, სადაც ნათქვამი არის, რომ მამაკაცი არის თავი ოჯახის. ახლა აქ ისმის მეორე კითხვა, თუ თავია, ესე იგი მეორე წევრი არის ცოლი, რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ იგივე ორგანიზმში თავი არა, ეს მთავარი, ესე ვთქვა, თუ ამ გაგებით მიუდგები და ამ სიტყვის ასეთი პირდაპირ მნიშვნელობით გავიგებთ, რომ თავი არა ის თავარი, ხო, მაინდა-მაინც ორგანიზმში, მაგალითად, ყველაზე მთავარი მგონია გული, მაგალითად. ხო? აი ცოლი თუნდაც გულის ფუნქციას ასრულებს თავისთვის, ხო? მამლა ჩაგერთვებით უკაცრავად უფრო ნათელი რომ გავხადო პრობლემა. უბრალოდ ხშირად სხვადასხვა ქადაგებები მე მომისმენია ვთქვათ იქ YouTube-ზე დადებული, გადაღებული თუ ასე შემდეგ, სადაც შეიძლება იგივე იყოს ნაკადაგები, მაგრამ შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთი პოზიცია აქვს, რომ ის მისი ცოლი უნდა იყოს, მისი მორჩილი და ასე შემდეგ, სათავისოდ გაიგონ, თუ სწორად არ არის ახსნილი და ასეთ შემთხვევებიც შემთხვევია ხშირად. თუ ეს არ არის სწორად ინტერპრეტირებული, მოდი ისე ვთქვათ, ეს კონკრეტული ვთქვათ სასულიერო პირის თუ მისი მრევლის პრობლემა არის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ახსნა ასეთი არის რა. ქმარი იმ შემთხვევაში ითვლება თავად ოჯახის, ანუ თავისი მეუღლის თავად, თუ კი ისე შეიყვარებს თავის მეუღლეს, როგორც იესო ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და დააფუძნა და რომლის თავადაც თვითონ გვევლინება, ანუ მეთაურად. თუ ეს სხვა შორის ეს პავლე მოციქულის ეფესიდან ეპისტოლე ეკითხება ქორწინების რიტუალის დროს. და მე განსაკუთრებულად უკითხავ ამას წყვილებს, როგორც ესე ვთქვათ, მეფეს, ასე დედოფალს, რომ კარგად გაიგოს. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა, იმიტომ რომ ქრისტიანული აზროვნებით ცოლი და ქმარი ერთი სისავსე არის, ერთი სისხლი და ხორცი არის, სადაც რომლებმაც უნდა ერთად უნდა წარმართონ ეს წუთისოფელი და გაიარონ ეს ცხოვრებისეული გზა და იქ თუ სინქრონში არ მუშაობს გული და არ მუშაობს თავი და სხვა ორგანოები, ესე ვთქვათ, ხო, არ გამოვა ეს. ამიტომ ეს თავობა იმ შემთხვევაშია თავობა, თუ კი შეყვარებულია მისი მეორე ნახევარი ისე და იმ ძალით, როგორც ქრისტეს უყვარს მის დაფუძნებული ეკლესია. და ასევე იქვე წერია იმ ეპისტოლეში, რომ გიყვარდეს თქვენი ცოლი როგორც საკუთარი თავი. ანუ მამაკაცის მოვალეობა არის სწორედ ზრუნვა, დაცვა და სიყვარული. ეს ორივეს მოვალეობა არის და სხეული მთლიანობაში არ არის ცალკე. რა თქმა უნდა, არ ფუნქციონირებს და სწორედ ამის შედეგებს ხედავთ ჩვენ დღეს. ერთ-ერთ გადაცემაში ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ნათქვამი იყო, რომ როდემდე უნდა ეწირებოდნენ ქალების სიყვარულსო. ამ კონტექსტში იყო ნათქვამი. და მე ვიტყვი, სიყვარულს არ ეწირებიან. პირიქით, უსიყვარულობის მსხვერპლი არიან ეს ხალხი და არა სიყვარულის. და მიზეზი ამ უსიყვარულობისა სწორედ არის, რომ ჯერ არ უყვართ, რა თქმა უნდა, და მეორეც ის, რომ არ იციან თუ რა სიყვარულის რელიგია არის ქრისტიანობა. და არის თუ არა ქალის მოვალეობა, მორჩილება მამაკაცისადმი და რა გაგებით უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი. აი მორჩილებაც ჩვენ ორმხრივ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ. მორჩილებაც ორმხრივია ასე udavot, რა თქმა უნდა. ანუ კაციც ისე იმდენად მორჩილი ხალისა, რამდენადაც ხალი როცა სიყვარულია. რა თქმა უნდა, სიყვარული როცა არის ორ წყვილს შორის, იქ მოდი ესე ვთქვათ, მოვალეობებიც, პასუხისმგებლობაც, ეს არის სიტუაციიდან გამომდინარე, ეს შენი მოვალეობაა, მაინდა-მაინც და შენ უნდა გააკეთო და ეს შენი მოვალეობა და ეს არ მოსულა. როცა სიყვარული მეფობს, იქ მოდი ესე ვთქვათ, აღარ არის უკვე ეს ამ გაგებით თუნდაც იერარქიულობა, რომ მე ახან კაცი ვარ და ესე ვთქვათ, ის შენ ხალი ხარ, ეს შენ გევალება, სამზარეულო საქმე შენი საქმეა, საეცხი შენი საქმეა და მე არ მევალება ეს. ეს არ მოსულა, თუ სიყვარული არის და თუ საჭირო არის, კაცმაც უნდა გააკეთოს იგივე ის საქმეები, რომელიც ჩამოთვალე და თუნდაც მე გამიკეთებია მაგალითად. როგორ მინდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენდეს და თქვენ გისმენდეთ და ცინემბილეში ხვდებოდნენ რას გადაგებს მოსაზრებები, რაც მუსირებს საზოგადოებაში და მართლაც იცე დასახვევად აქ ბევრი. ყველაზე სამწუხაროა რომ ამას რელიგიით ამართლებენ ხოლმე, რომ აი ეს ესეა და რაღაც და არიან კაცების კასტა ევაზე გაბრაზებულები, როგორ დავაყარგინა სამოთხე და მე გაბრაზებულები არიან მთელ ქალები. მე მაინდა-მაინც ესეთი ფსიქოანალიზს ატარებენ მაინდა-მაინც კაცების. ასეთ სიღრმისეულათაც არ ჩადიან. არ ჩადიან, რა თქმა უნდა, თორე ევასაც შეეხება, ევას კი არ აღებინა, ადამიანის ბრალდება გაცილებით მეტი არის ამ სიტუაციაში, ვიდრე ევას, იმიტომ რომ თუ კი ევა თავად ეშმაკისგან წტუნდა, ადამი თავის ცოლისგან წტუნდა, ანუ გაცილებით ნაკლებ, ესე ვთქვათ, პრობლემის წინაშე იდგა ადამი. ასე რომ ადამიანის ბრალდება გაცილებით მეტი არის ამ შემთხვევაში, ვიდრე ევას. ადამიანის ბუნება ხო იცით, ყოველთვის სხვას უნდა გადააბრალოს. აი წინასწარ ვიცი ხა რას მიპასუხებთ, მაგრამ მაინც თქვენი
საუბრიდან გამომდინარე უკვე ვგრძნობდა მიხარია, რომ მიხარია რომ რაღაცნაირად გამართლებას პოულობ რაღაცების თუნდაც თქვენი სიტყვებით და აი მაინტერესებს არსებობს აი რაღაცა ვიცი რომ არ არსებობს, მაგრამ მაინც თუ არის რაღაცა მიზეზი, რომელმაც შეიძლება რომ მაგალითად ამართლებს კაცის ძალადობას ქალზე, ეს არის ღალატი თუ თქვათ არ ვიცი აი არა მე რას ვამბობ იცი ღალატის შემთხვევაში თქვათ მეუღლე უღალატა ქმარს ხო ამ შემთხვევაში მაინც ალბათ არაფერი არ ამართლებს ხო ესეა და კაცის მხრიდან ცემას და ძალადობას სიკვდილი მით უმეტეს და ძალადობა კიდევ სიკვდილი კიდევ მარტო არ არის სიკვდილი კულმინაციაა მაგრამ ძალადობა აი რო ვთქვი საზოგადოების პრობლემა არის ჩვენ საზოგადოების პრობლემა არის და ეს პრობლემა ბოლო 20 წლებში არ დაწყებულა ეს აი საბჭოთა პერიოდში დავარქვათ ეს ჩამოყალიბდა ამგვარად იმიტომ რომ კულმინაცია სიკვდილია ცემა ესეც კულმინაციური მომენტებია ცხადია მაგრამ ის იმ ფაქტს რა უყოთ თქვათ რომ უკვე შეჩვეული ვართ უკვე ამ ფაქტს რომ მათომაც ცოლებზე გადაანილი მთელი ყურადღება ოჯახის პროდუქტებით მომარაგების თქვათ და პროდუქტების თრეებით თუნდაც ეს საზოგადოებრივ მუშაობის თქვათ და კაცები ფეხი-ფეხზე გადადებული ყველაზე კაი ვარიანტში სიგარეტს ეწევიან მათი ფულით გამოგზავნონ და უარეს შემთხვევაში კიდე არ ჩავმართნოთ გასაკეთებენ ეს კაცები რომელიც თავიანთი ცოლების ფულით აქ ასე ვთქვათ არსებობენ ესე ვთქვათ ხო არა, რა თქმა უნდა, არანაირი ძალადობა არ არის გამართლებული და ეს ყველაფერი უსწავლობის შედეგი არის და იმ ესე ვთქვათ, იმ უძვირფასესი ინსტიტუტის გაუაზრებლობის შედეგიც არის ოჯახი ზოგადად. თორემ კიდევ ამას არაფერი საერთო არ აქვს რელიგიასთან. ეს არის ამგვარი ძალადობის აქტები, ეს არის ჩვეულებრივი პირუტყვული მამრის ფიზიკური დომინირება დედერზე. აქ არანაირი რელიგიური გააზრება არ არის. ეს უხეში პირუტყვული ინსტინქტების გამოვლენა და ფიზიკური ძალის დემონსტრირება თავისი უსუსურების ამავდროულადაც მამაკაცზე მაგ ლაბარაკი სწორედ რა. თორე პირიქით ქრისტიანული ეკლესია ასწავლის ქრისტეს სიტყვებს, მოციქულების სიტყვებს, რომ გიყვარდა თქვენი ცოლები როგორც საკუთარი თავი და ეს ნიშნავს იმას, რომ სიყვარული კიდე რა არის? არა ჩემი ინტერესები, არამედ იმის ინტერესები ცხოვრებაში. ხოლო ეგოიზმი კიდე საპირისპირო არის სიყვარულისა, სწორედ და აი სწორედ ჩვენ გვაქვს მამაკაცების ფიზიკური დომინანტის ესე ვთქვათ სამყაროში, სწორედ ეგოიზმის ყველაზე უკიდურესი გამოვლენა. და ამიტომ ამ შემთხვევაში ეკლესიური აზროვნება არაფერ შუაში არ არის. და მე კიდევ ერთ შეკითხვას მოდის რაღაცა ნინო ისეთი გაფრთხილებული საკითხი გასწრებ მინდა რომ მოვიდე და ხელი ჩამოგართოთ და კიდე გისმინონ და გისმინონ. მეც გახარებული ვარ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ტელემაყურებელმა მიიღოს ეს ინფორმაცია სწორედ თქვენაირი ავტორიტეტული ადამიანის პირით ნათქვამს უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე თქვათ სხვა მხრივ გავრცელებულს. მე მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ მამალევან. თვითონ რელიგიურ რიტუალებში თქვათ ხშირად ხალხი უხეშად რომ თქვა ხელზე იხევს ხოლმე რომ სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს. თქვათ ზიარების რიგში წინ რომ მამაკაცები მიდიან და შემდეგ ქალები თქვათ რომ არ შეუძლია ქალს ამბიონზე ასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაღაც არის გარკვეული რიტუალები სადაც ქალის ფუნქცია უფრო ნაკლებია. კი ბატონო. და შემდეგ ეს ყველაფერი იმ დონემდეც მიდის ხოლმე, ვთქვათ, ხალხის აღქმაში, ვინც რეალურად არ არის ჩახედული ამ საკითხში, რომ ამბობენ, რომ ვთქვათ, მამაკაცს იგივე რო ავიღოთ, ისე უხეშად ვიძახ, მრუშობა უფრო მეტად ეპატიება და ვთქვათ, უფრო მეტად პატიობენ თავისივე თავს მამაკაცები ამ ცოდვას, ვიდრე ხო, არა, ეგ პრობლემაა ზუსტად, რომ კაცები მეჩნევენ ხოლმე, რომ აი ჩემთვის არ აუშავს თუ რაღაც ასეთი აი ამაზე რომ გითხრათ ორიოდე სიტყვა. რა თქმა უნდა, მუშობიდან დავიწყო თქვენს ნებართვით, იმიტომ რომ აქტუალური თემა არის უფრო მეტად. კი, ხო, არის ესეთი რაღაც ტენდენცია. რა თქმა უნდა, როგორც თქვი, ქალი და კაცის გადარჩენის, ქრისტეში გადარჩენის საშუალებები ერთნაირია, შესაბამისად, დაღუპვის საშუალებებიც ერთნაირი არის. ამიტომ მრუშობა ის ცოდვა არის, რომელიც შეიძლება მამაკაცები უფრო მეტად და ხშირად მიმართავენ ამ ცოდვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ უფრო იოლად ეპატიებათ ვიდრე ქალებს. არავითარ შემთხვევაში მრუშობა თავისი შინაარსით დამანგრეველი არის და აზიანებს არა მარტო იმ ადამიანს, ვინც ამას ჩადის, არამედ მთელ მის ოჯახს. მის მეუღლეს, მის შვილებს ეს აისახება მათ ურთიერთობებს. ამიტომ ეს ძალიან მძიმე ცოდვა არის და ესე იოლად სინანულის შემთხვევაში და გამოსწორების შემთხვევაში რა თქმა უნდა სინანულის ხარისხს გააჩნია პატიობასა და შენდობაზე როცა საუბარია ცხადია. აქ დიფერენციაცია არ არის. მე არ მინდა მარტო გამოვყო ეს მამაკაცების ეს ყველას როგორც ქალს ასე კაცს სინანულის შემთხვევაში ეს არა მარტო ეს ნებისმიერ ცოდვას პატიება შესაძლებელია, მაგრამ ეს გავრცელებული აზრი რომ
მამაკაცში მოსულა მოდის ესე ვთქვათ. ხო, რაღაცა პრივილეგიები ოჯახის გარეთ ესე ვთქვათ გასეირნება, ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაც თავში აღნიშნე, ეს არის სწორედ ქრისტიანობის ნაკლებად ცოდნა ზოგადად. რას გვიხადაგენ, რა ცნებები არსებობს ქრისტიანობაში. ეს არის დაღუპვა საკუთარი მდგომარეობისა სრული ამ სიტყვის გააზრებულობით, როგორც ამ ქვეყანაზე, ასევე მარადიულ სამყაროში. ამიტომ ეს ესე ვთქვათ პრივილეგიური მდგომარეობა კაცის ამ ცოდვის მიმართ მითი არის და კომფორტულად მორგებული ეს მითი. დამახინჯებული. რა თქმა უნდა, ხოლო რაც შეეხება რიტუალებს ეკლესიაში, კი ბატონო, ამბიონზე არადიან არ მარტო ქალები, არამედ მრევლი სხვა მამაკაც წევრებიც. ამბიონზე და საკურთხეველში ადიან მხოლოდ სასულიერო პირები და დამხმარე ესე ვთქვათ ადამიანები. სხვა ამ შემთხვევაში რომ მარტო ქალს არ შეუძლია ასვლა, მარტო არ არის სხვა ადამიანებიც, ანუ სხვა კაცებიც, მამაკაცებიც არ ადიან აქ, ხოლო ექსტრემალურ ან ესე ვთქვათ სხვა სიტუაციაში ქალსაც შეუძლია ახლა დაალაგება მაგალითად, თუ მსახურობს ტაძარში, ეს პრობლემა არ არის ამ გაგებით. ხოლო ზიარების რიგში კიდე ჯერ ბავშვებს ესე ვთქვათ ვიდიან პირველად. ხოლო ამასაც თავისი წესრიგი აქვს. ხოლო ეს არის წესრიგის კუთხით და რაღაცა იერარქიულობა უნდა არსებობდეს ზოგადად, ხო? და არანაირი სხვა პრივილეგიები. ხოლო კი, გადარჩენის საშუალებაში არათუ ქალი და კაცი ერთნაირია, არამედ სასულიერო პირებიც კი ყველანი ერთნაირი ვართ, როგორც ყველა ადამიანი ამობს აღსარებას, ჩვენს ვამობ აღსარებას, როგორც ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს, ასევე ჩვენს ვეზიარებთ. ამიტომ ამ მხრივ არათუ ქალ და კაც შორის არის განსხვავება, არამედ სასულიერო პირებსა და ჩვეულებრივ მრევლს შორისაც განსხვავება არ არის გადარჩენის საშუალებებში. ძალიან დიდი მადლობა, უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გაჟღერდა თქვენ პირთ კიდევ ერთხელ მე ასე ვთვლი და ბედნიერი ვარ ამით და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის.